გზავნილი ასე მინდა დავარქვა ამ ნაწილს. ყველაფერი ისო, რისი თქმაც სურდაო. ყველაფერი ის, რისი თქმაც გვსურდა, ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ, ჩვენს ინდივიდუალობებს, ჩვენს ანგელოზებს სურდათ. ერთ შეხედვით რომ გადმოხედო ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი თითქოს და არის ერთის მხრივ ძალიან ლამაზი, მეორეს მხრივ ეს ყველაფერი არის სევდიანი, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს უფრო მაღალი მდგომარეობა, რომ ღმერთს მივანდოთ ეს ყველაფერი და მახსენდება შემდეგი სიტყვები, აქ ასევე მახსენდება შემდეგი სიტყვები სურმუხტის ფილებიდან ავთენტურია თუ არ არის, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ზოგადად მე როგორც მითხრეს, არ არის ეს ავთენტური ვერსია, მაგრამ საინტერესოა. იქ არის შემდეგი სიტყვები, რომ მეო ყოველთვისო იმ წესრიგისკენ მივისწრაფოდიო, რომელიცო სიტყვასთან დამაახლოვებდაო და ერთი ასეთი ის გამახსენდა სიტყვები, ისტორიაო საბოლოო ჯამშიო, მართალ ადამიანებსო, ამართლებსო და ასე ვთქვათო, საუკუნეების სახით შემოგვინახავსო მათ სახელსო, მათ სიმართლესო და გვეუბნევაო, რომ გაუძელითო საუკუნეებსო და იხილეთ იგიო, იხილეთ ეს ყველაფერიო, ეს დიდებაო და როგორ თქვა, ეს იმედი, ეს რწმენა, ეს სიყვარული, რომ ღმერთში ეს ყველაფერი იქნება, ღმერთში ეს ყველაფერი გააგრძელებს არსებობას. არის რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი და რაღაც უკეთესი. სწორედაც რომ ეს არის რაღაც კარგი, რაღაც ლამაზი და რაღაც უკეთესი, თვითკმარობა, როგორ ვთქვა, უბრალოდ როდესაც ღმერთშია ეს ყველაფერი და როდესაც შენ იცი და თუნდაც იმედი გქონდეს, რომ ეს ყველაფერი იცოცხლებს, ეს ყველაფერი განაგრძობს სიცოცხლეს. და ალბათ იდეაში ეს არის ის გამარჯვება, ის ხსნა, რომელზეც ამდენი თქმულა, ამდენი დაწერილა, ამდენი საუკუნოვანი, ასე ვთქვათ, რა აღარ ყოფილა და რეალურად ალბათ ყველანი მივდიოდით აქეთ, რომ მივსულიყავით იმ გააზრებამდის, იმ სიმართლემდის, ღმერთამდის, რომ ჩვენ ცხოვრება მიუხედავად ამა თუ იმ რაღაცისა, მაინც გააგრძელებდა არსებობას ღმერთში. ის მაინც იქნებოდა თვითკმარი ღმერთში და ეს თვითკმარობა ღმერთში, ეს სიცოცხლე ღმერთში იქნებოდა საუკუნო სიცოცხლე. ბევრნაირად შეიძლება ითქვას ეს ყველაფერი სათასასუფეველი ნირვანა, ბევრი თქმულა, ბევრი რამ ყოფილა, მაგრამ ალბათ მაინც ეს არის. ალბათ ეს არის ადამიანმა, რაც შეიძლება შეიძინო არსებამ, რაც შეიძლება შეიძინო ცხოვრებაში ეს თვითსრულყოფა, ეს თვითკმარობა ღმერთში, რომ ეს უკვე არის სულიერება. დიახ, ეს არის სულიერება. ეს არის ის სულიერება, როდესაც ეს ყველაფერი უკვე არსებობს ღმერთში. და როდესაც ეს ყველაფერი გააგრძელებს სიცოცხლეს. აქ მახსენდება ჩე გევარას სიტყვები, სიკვდილის წინ წარმოთქმული, ლამაზი სიტყვებია ჩემი აზრით ბავშვობაში. მაქვს მოსმენილი, ახალგაზრდობაში მაქვს მოსმენილი, რომ შენო კაცს მოკლავო, მაგრამ მე ვერაო და მართლაც რომ გადავხედოთ შემდგომში, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ მოკლეს კაცი, მაგრამ ის ინდივიდუალობა, რაც მასში იყო, რაც მასში სუფევდა, რომელმაც წარმოთქვა რა ეს სიტყვები, მან
მან გააგრძელა სიცოცხლე, მან გააგრძელა არსებობა. ასეა. და რავი. თვითკმარობა აღმერთში. თვითსრულყოფა, ღმერთს ემინდობა. დიახ, ღმერთს ემინდობა.